ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენ როცა ვამბობთ ნატოში გვინდა. ეს ხო იმას ნიშნავს, რომ ან მანამდე უნდა გადაწყდეს ეს ამბავი. ან რო შევალთ რაღაც უცნაური გარანტიები უნდა იყოს ნატომ, ჩვენი უსაფრთხოების, რომელიც ძალიან სერიოზული გარანტიები ხდება. ნატოში შესვლა მე მგონი აღარ დგას ესე. არა, ზოგადად ჩვენ ხო გვინდა, ჩვენ ხო გასახადებული პოზიცია, პოლიტიკა გვაქვს. აი წარმოიდგინეთ, ორი ვარიანტი. ან ვიღაცამ, ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი რუსებს ახლა ვთქვათ, რომ ახლა აბა უკან დაიხიეთ, თუ არ დაიშალეს ქვეყანა უკრაინის დამსახურებით, ამის რესურსი ჩვენ არ გაგვეჩნია. და ამიტომ რომცა ვიცი აფხაზებთან ურთიერთობა გქონდეს, ვიცი ოსებთან, აბსოლუტურად არის რუსები არის თავი პრობლემა. ჩვენ გვინდა რომ ევროპელებმა, ამერიკელებმა ვისაც ძალა აქვს, დაგვეხმაროს და რუსეთი რაღაცა გაიყვანა. ეს ერთი სცენარია. ან მიგვიღონ თქვათ ამ რაღაც პრობლემური რაღაც დათქმებით, მაგრამ მაინც რისკები გაიჩინო საკუთარ თავს. ნუ რა იცი რა მოხდება ახლა კონფლიქტი არის და თუ ვალდებულებას იღებ რომ მესამე მსოფლიო ომს დაიწყებ, შენი ქვეყნის მოკავშირის დასაცავად ასეთი ვალდებულება აიღო ჩვენი ქვეყნის გამო, ნუ ბევრ რაღაცას მოითხოვს, ხო? ანუ სომხები ხო ამას არ თხოვენ. საუდის არაბეთი ხო არ თხოვს ამას ნატოში მივიღეთო. ანუ ხვდებით, ჩვენ რაღაც ძალიან დიდ რაღაცას თხოვთ ევროპელებს, ამერიკელებს, ძალიან სერიოზულ რაღაცას თხოვთ. არა რაღაც უვიზო მიმოსვლას და ვაჭრობ. ეს უკვე როცა ჩათვალეთ, ბევრად უფრო დაბალი დონის რაღაცა შეიძლება ძალიან მოგწონს ეს და კარგია, მაგრამ რაღაცა ჩვენ საბოლოო ჯამში ვთხოვთ არის ამ დიდი მტრისგან დაცვას. კი ბატონო. ამიტომ ჩვენ ბევრად მეტი მოგვეთხოვება. იმიტომ რომ აი მაგალითისთვის, მარტივად რო იყოს, გერმანელი მოქალაქე. გერმანიაში გამოკითხვა იყო და რო გითხეს ომი რო დაიწყოს, რამდენი მიიღებთ თანახმოვართ რომ დაიცვას ქვეყანა, მე მგონი 30-40% იყო. უმრავლესობა იმასაც კი არა ის თანახმა რომ ჯარში წავიდეს და დაიცვას ქვეყანა და წამოიგენ იმას ეუბნები რომ იცი რა საქართველოს ომი რო დაიწყო, ხო არ გინდა დაიცვა. ხო. აი გერმანმა რო თქვას კი მინდაო, ესე იგი რამხელა ესე უნდა იყოს, ხო, სიახლოვე ჩვენი საზოგადოებების, მეგობრობა, ვაჭრობა. ტეხასში რო ამერიკელის და ისიც რომ შეიძლება არ იცოდეს ჯორჯია სად არის. როგორც ჩვენთვის კოლუმბია რაღაცა ის საერთოდ გავგებარი ქვეყანაა და თუ რამე სპეციფიკური გარემოება და არც გიც რა ხდება იქ, ისეა მათთვის საქართველოს და რამდენი უნდა ვიმუშაოთ ან რამდენად დიდი სტანდარტი უნდა დავიცვას საკუთარ თავს, რომ ის ტეხასელი ამორჩეული დაინტერესდეს და თქვა, კი, დავიცვათო. აი ისრაელზე ბევრს ჩხუბობს, მაგრამ ამერიკაში უამრავი ადამიანია, რომ დავიცვათ ისრაელი. როცა უნდა იყოს ამბავი ეს. ხო და ისრაელის ქვეყანა ვარ სიდიდით, ხო? რაღაც შედარებადია ეს და აი რამდენი უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენ რაღაც ამდენი გავაკეთოთ. ხო, ამიტომ აი ეს სხვა ქვეყნების ხო შედარება უბრალოდ არაფერშუაში არის. ჩვენ თავს უნდა მივხედოთ ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე.